ერთად წავიდეთ ულამაზეს მზოვრეთის მონასტერში. ავტობანიდან გადავუხვევთ ქარელისკენ და სულ მალე რამდენიმე კილომეტრში ჩვენ მივალთ მზოვრეთის მამათა მონასტრამდე. ბევრმა არ იცის და მცირედს გიამბობთ მონასტრის შესახებ. ასურელ მამათა სახელობის მზოვრეთის მონასტერი მე-10 საუკუნის ქართული ეროვნული მნიშვნელობის ხუროთმოძღვრული ძეგლი მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს ქართლში, ნაქალაქ მზოვრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში, ზღვის დონიდან 1037 მეტრზე, მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე. სახელი მზოვრეთი წარმოდგება სიტყვა საზუერედან, ზუერის ადგილი, რაც საბაჟოს ნიშნავს. ქალაქს სტრატეგიული თვალსაზრისით მოხერხებული ადგილი ეკავა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შესაყარზე მდებარეობდა. მე-10 საუკუნეში მზოვრეთში ძამელი მთავრის ადარნესეს რეზიდენცია იყო. მე-14 საუკუნეში გამრეკელ კახას ძის და მისი მემკვიდრეების, მე-16, მე-17 საუკუნეებში მზოვრეთი უკვე ფანასკერტელ ციციშვილების მფლობელობაშია. სამწევრისიდან რეზიდენციის გადმოტანის შემდეგ ქალაქი მათი საფეოდალოს პოლიტიკური ცენტრი ხდება. მე-18 საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის, ხოლო მე-19 საუკუნეში წყვეტს არსებობას და მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი აღმოცენდა. მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი მრავალგზის იქნა იავარქმნილი მომხდური მტრების მიერ და ჩვენ დრომდე ნანგრევების სახით მოაღწია. შუა საუკუნეების ციხე-დარბაზის ნაშთებზე 2008 წელს დაარსდა ასურელ მამათა სახელობის მზოვრეთის მამათა მონასტერი. ადგილობრივი ბერმონაზვნის ძალისხმევით განახლდა არქიტექტურული ძეგლის გალავანი და მასში შემავალი ნაგებობები. აიგო ახალი სამონასტრო შენობები. დღეს მზოვრეთის მონასტერი თავისი სიდიადით კვლავ ამშვენებს სამხრეთიდან ქართლში შემომავალ ძამის ხეობას. კვლავ ალიცლით და სიცოცხლე მზოვრეთის კალთებს. კვლავ აკიაფდა ეს ულამაზესი ბუნება. დიდება უფალს ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.